გამარჯობა მეგობრებო, ეს არის Back to School. დღეს ვიღებ Back to School ვარ ის პოინტში და თქვენ მოდიხართ ჩემთან ერთად საყიდლებზე. ვართ კოტონში. ვართ ვაგელებთ რაღაცებს. ძალიან ლამაზი ნივთებია ისე კონტურში ხალხო, რომ იცოდე და სხვა მაღაზიებთან საკმაოდ იაფი შედარებით. ამ ქვედა პოლოს ვყიდულობ, იმიტომ რომ ძალიან შემოდგომა ვაიბია, ძალიან მომწონს და ამაზე პროსტო ცოტა დიდი მაქვს და ჩავაგერებ მე. ვყიდულობთ. ხალხო ვიყიდეთ, დედელს ასე უნდა და საყურების დრამატა და ერთს ვიყიდი და ერთს საჩუქრა და მეც ვიყიდე საყურები ლამაზი და რომ მივალ ყველაფერს გაჩვენებთ მერე. ხალხო მიკროფონი დამიჯდა. ამიტომაც მიწევს ესე ჩაწერა, იმედია ძალიან შეთანხმებული არის და თუ ძალიან ცუდად ისმის ჩემი ხმა, ან copyright მექნება, ზემოდან გავახმოვანებ. მოვედით აქ სასკოლო ნაწილში და ავერჩიოთ ახლა ნივთები. 4 ლარი პირს ის მოაგვეღო ჩასაყრელი. სადვიშოვე არ ვიცი. მე ციგანებისთვის მელევა ხოლმე, მაგრამ ისედაც არ მჭირდება, მაგრამ ვიღებ ამას. ოფიციალი ეს 4 ლარის კოჩი მჭირდება. მოკალეთ, ეხლა მინდა პასტა, რამე პასტა მაინც. აქ პასტები ქეთა. პასტები. აი. მოკლედ. დიდად პასტებს არ აქვს. ისა, ამიტომ საერთოდ ეგენ პასტებია? ო, აბა. დასინჯე წითელია მე მგონი. არ არის წითელი, გუთულად წითელი. ლუჩია. ყველა ლამაზები გაიყიდება და უკვე ამიტომაც ვეძებთ მახინჯებში ლამაზსო. სანიშნები არ გვინა. რამე შემოდგომის ვაიბი. აქანაირ შემოდგომა აგადას. ამას არის იმენა, მაგრამ არ არის აქ ლამაზად პარიზი გადმოცე. ვამბობდი. მათემატიკას. просто არა პრაქტიკულია პატარა ბლოგები. მოგნეთ კიდევ ერთ საკანცელებო ადგილს. სადაც უნაკლები ხალხია და ძალიან რა ხალხი არ არის. ასევე ეს არის ახლა პირველი დღის unpacking-ი, რაც ის პოინტში ვიყიდე. ასევე ვაპირებ ის პოინტში და მეორადებში გასვლას. ამათ გარდა, როგორც წინა ვლოგიდან იცით, რაღაცებიც ვიყიდე, სხვა სკოლისთვის და უცბად გაჩვენებთ. ეს ნაყიდი არ იცით, ესეთი ჩექმები არ ჩანს. აი ესეთი ლამაზი ჩექმები. ასევე იცით, ბალეტკები ვიყიდე, რომელიც ვიყიდე სტრადივარიუსში და ღირდა 100 ლარი. ასეთი ულამაზესი ბალეტკები და შეგიძლიათ ასევე ვლოგშიც ნახოთ, რომელიც გადავიღე ჩემი ერთი დღე, სადაც ვყიდულობდი ამებს. ვიყიდე. ჩემ ყავისფერ ბლეტელებიან მაიკას ვეღარ პოულობ, მაგრამ აი ეს გამოიყურება. ვიყიდე ნიუ-იორკში მარტო 20 ლარი და ასევე წინაზე, სანამ ვირჩევდი ამ ორ შორის, აი ეს ულამაზესი შემოსაცმელი თუ რა არის, მომეწონა, აუცილებლად მინდოდა ყიდვა. სამწუხაროდ, როცა ნიუ-იორკში მივედი, აღარ დამხვდა. თან ფასდაკლებით იყო 20 ლარი და
ძალიან მეწყინა, აი საშინლად მეწყინა. და ეხლა დღეს რაც ვიყიდე, მე დავწყობთ ასასმელი და ეს არის კოტონი და ბეშკა. ბეშკაში, ну დაინახეთ უკვე, მაგრამ ჯერ მარტო ამას უყურეთ. ყველაზე პატარა ზომა იყო, რომელიც დარჩენილი იყო და არის ძალიან ლამაზი. ძალიან მაგარი, ძალიან ლამაზი მაიკა, ძალიან მოწონს ვიდუმატოს. ახო. ვინ გითხრათ, რომ მე ბილი აილიშის ფანი ვარ? ანუ მე ერთი ლანჩის ბრელოკი მაქვს, მაიკა, ხვდები შოპერი, პოსტერი, მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს, ანუ მე არა ვარ ბილი აილიშის ფანი, ხალხო. ვინ მოგატყუათ? გავაგრძელოთ ახლა. ეხლა გავხსნათ კოტონი. კოტონში ვიყიდეთ ქვედაბოლო, რომელიც ნახვაც შეგეძლოთ როგორც მაქვს, ცოტათი დიდი მაქვს. ღირდა 50 ლარი. აი ასეთი ულამაზესი. ჯინსებზეც ძალიან ლამაზად გამოიყურება და ეხლა მაინტერესებს ჯინსებზე ჩავიცნო და როგორი იქნება. ესეთია იმაზე ჯინსებზე. ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზია. როცა ისევე ჩავისმე ჯინსების გარეშე ცოტათი მძვრება, პრინციპში გასახდელში ჩავუცვი და შეგიძლიათ ნახოთ. და ანუ ამ ჯინსებზე ძალიან საყვარელია და მით უმეტეს ჩემ ჩექმებს ძალიან მხდება. ასევე დედა მიყიდა საყურეები ესეთი. და საჩუქრათო კიდე შეგიძლიათ იგივე ფასის საყურეები ნახოთო და მეორე ჩემია. მეორე სანამ გაჩვენებთ, მოდი ეს მოვიზომოთ. ძალიან საინტერესო და ლამაზი საყურე. ეს ლამაზად დგას, ეს რატომღაც არა ორი წამი. და ეხლა ჩემს გაჩვენებთ. პირველ რაც მომხდა თვალში, რაც იყო ყველაზე ლამაზი იქიდან, რასაც ხედავდი, ავიღე აი ასეთი ულამაზესი საყურეები. არ ვიცი, მომიხდება თუ არა, მაგრამ მოდით ვნახოთ. ჩემები უფრო უცნაური გამოდგა, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია. მე მომწონს. მოდით გადავიდეთ საკანცელარიოზე და მე საკანცელარიოს ჰაულის შემდეგ იქნება უკვე მეორე დღე, სადაც სხვა მაღაზიებში წავალ, ამიტომაც არ გამორთოთ ვიდეო. პირველი არის ბლოკნოტი. ნუ ბლოკნოტის გარეშე როგორ შეიძლება? შემოდგომისტიაში. ეს ვიპოვე ჩემი საკანცელარო ახლოს სახლთან მაღაზიაში. ღირდა 10 ლარი. 5 ლარად ვიპოვე. კარფურში. იმიტომ რომ მინდოდა შემოდგომის ვაიბის ბლოკნოტი და მეწყო იმის მე რაც მაქვს. ეხა ამას დავამთავრებ, მაგრამ საკმაოდ ბევრი დამჩა. მაგრამ შემოდგომის ვაიბის ბლოკნოტი. ანუ ვიყიდე 6 რვეული, იმიტომ რომ მქონდა წინა წლიდან კიდე დარჩენილი რაღაცები. აი ესეთი ბევრი საინტერესო და ჩემ favorites გაჩვენებთ აქედან საფრანგეთი. შემდეგ აი ყველაზე მეტად რაც მაინტერესებდა ეს არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წიგნებისთვის არის ცუდი, რადგან გადადის მეორე გვერდზე და ძალიან ფრთხილად ვუსმევ ხოლმე რომ არ გადავიდეს, მაგრამ სამწუხაროდ მაინც ცოტათი გადადის და ავა დავტესტოთ, გადავა თუ არა იქითა გვერდზე. ის ფერები ძალიან კარგია, სტაფილოსფერი მიმთავრდებოდა. სამწუხაროდ ესენიც გადადის და ეს რაღაცა იასამნისფერი კი არა, მუქი ლურჯია და არ მომწონს. ხო, უყურეთ, აი ეს ბოლო 4. უყურეთ, პროსტა, აი ეს ბოლო 4. ეს იასამნისფერია, წესით არა და მუქი ლურჯია და ეს სტაფილოსფერი ვაფშე, ანუ არ არის. პასტები პროსტა რანდომზე ვიყიდე, მაგრამ ეხლა ვაკვირდები და ძალიან ლამაზი პასტები ამიღია. უყურეთ, საინტერესო. ორი ჩვეულებრივი ფანქარი. სახატავად სკოტში. ნუ სკოტში მე ისედაც მჭირდებოდა სულ რაღაცა ხელნაკეთი ნივთებს რო ვაკეთებ. მაგრამ თან 5 წელი, ამიტომაც საკმაოდ იაფიღირდა 5 წელი სკოტშისთვის. ამიტომაც ავიღე. და ეხლა უკვე შეგვიძლია გადავიდეთ მეორე დღეზე. მაგრამ ვიჩხუბეთ. იმიტომ რომ აი ეს წითელი მაიკები ორივეს დაგვევასო. და ერთი იყო XS, მარტო ერთი ცალი XS იყო. მოკლედ კიდე ჩადები, მაგრამ ძალიან არ მოკლებოდა. დავკრით და მე წავედი მიკითხე რომ ხო მეტი XS ხო არა გაქვს ან ესი მეთქი და გვაქვს XS და იყავი XS გვაქვს ძალიან მიხარია და აღარ მიწევს ტასოს მოკთხოვება რომ უხდება, იმიტომ რომ აქამდე ვატყობდი და მეთქი ფუ აი გაკოდება ზედ თქონ. არ მოკლებოდა ხო? კენა მოსიყო. მოკლედ ხალხო, ეს არის მესამე დღე
შოპინგის და ეს არის back to school შოპინგის ბოლო დღე, რადგან დღეს არის 14. ხვალ უკვე მივდივარ სკოლაში და ძალიან არ მიხარია, მაგრამ ხო, ამ ბოლო დღე შოპინგისთვის მოვუყურეთ, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი საკანცელარო მაღაზია და აი ესენი ვიჩი რომელ სახში გაჩვენებთ ყველაფერს უფრო კარგად აქ ეხა ვერ ვიღებ იმიტომ რომ ცხენია მოკლედ ეხა მივდივარ მარინა შოპში ცოტა ცხენია გადაგება მეც გათმა ანუ საკანცელარო ყველაფერი იყიდა და ხო რომ მივდივარ მარინა შოპში მოკლედ პლუს მინუს მინდა გილმორ გერლს და ხალ ესთეტიკ რაღაცები უკვე 3 წუთი ავიღებ და უნდა მეღო უფრო დიდი ისა, იმიტომ რომ მასში ვიშოლ კარეთ, ეხა ნორმალურად. აი, ასეთ ნიუტებს ვხედავ, მგონია რომ AI-ში მოვხდი. ხო, what the fuck? ლოლის მაიკა. არა, 8 წლის ბარბარის ნახტად მოეწონებოდა. ესეთი საშემოდგომო სვიტრი ვიპოვე, მაგრამ ნუ ხალხო ძალიან დიდი მექნება. ანუ ნუ არც შედინი, მაგრამ რა ვიცი, არც მომწონს, მაგრამ თან მომწონს ვერ ხვდები. ავიღე 8 ნივთი, რას ავიღებ და რას არ ავიღებ, მე გაიგებ 5%-ზე მაგ ტელეფონი და ეხა გავისინჯო ყველაფერს, გაჩვენებთ, კომენტარს მოვცემთ და მე ვიდეოს ბოლოს ნახავთ უკვე რა ავიღე და რა არა. ხო, ეხა შევამჩნიო ჰოლისტერის უმაგრესი ზედა ვიპოვე ყვითელი კოროლაინის ბაიბით, რომელიც ის 10 ლარი გავისინჯო. ხო, კი არის ძალიან საყვარელი, მაგრამ საკმაოდ დიდია და ამ ჰოლისტერის იმის დატოვება მომიწევს და იმედია რომელიმე თქვენგანი აიღებს ისეთი ადამიანი, ვისაც მოსწონს ეს, იმიტომ რომ ძალიან კიუტობა. მართლა დავფიქრდი აღებაზე, მეთქი ხელებს გადავწყვე მეთქი. შემდეგი არის წითელი ჟაკეტი, ძალიან საყვარელი ჟაკეტია, მაგრამ რატომღაც არ მომწონს რა. არ ვიცი რატომ, მაგრამ აი რაღაცნაირად ზის სტანზე ასე ვთქვათ და მოკლედ ხო, არ ვიღებ. თავი ძალიან საყვარელი ღილები აქვს და ძალიან საყვარელად გამოიყურება. ხო, რა ვიღო? არ ვიღებ. შემდეგი არის სვიტრი. ეს იმიტომ ვიღო რორი გილმორისას გავდა, მაგრამ ძალიან გრძელია პირველ რიგში, მეორე რიგში ძალიან მსუქანს მაჩვენს. შემდეგი არის ეს მაიკა, კი გადავუთ მაიკაზე, მაგრამ მაინც არც ისე მომწონს. ვაფშე რამის ავიღებ? შემდეგი არის ესეთი გვარდისფერი მაიკა, ავიღებ პროსტა იმისთვის, რომ ძალიან ლამაზი ჩანდა და ეხლა არც ისე მომწონს. ისე მაიკაზეც ჩავიზიკი, მაგრამ თვითონ პრინტიც არ მომწონს და რავი, არც რა შევხამო. შემდეგი არის ესეთი კი საყვარლობა, მაგრამ რავი, არც ისე მომწონს, ძალიან გრძელია და ეს ძალიან გახსნილია. No comment just. შემდეგი არის ესეთი ტოპი, მომწონს თან არ მომწონს, ვერ გავიგე რა და დედას მივწერე ხარ ყველასზე და ნახოთ რა საუბრებ, მაგრამ ძალიან კიუტია უყურეთ. ესეთი ხელები აქვს ძალიან საყვარელი და თვითონ ძალიან საყვარელი. სახლში დავბრუნდი. უი, ეს რა მათვია? აჰა. გონი გახსოვთ ეს შემოსაცმელი. მე ზუსტად ის ვიყიდე შოპ მარინაში. უყურეთ რა ამაზოდ გამოიყურება კოროლაინის ვაიბი აქვს, მაგას პლუს არის ორიგინალი ჰოლისტერი, როგორც გაჩვენე და თან 10 ლარად, ამიტომაც შანსი არა რომ არ მეყიდა და ვიყიდა და ძალიან საყვარელობა, ძალიან სილამაზე, ძალიან მომწონს და ჩემი საუკეთესო ნაპოვნია მეორადებში ხალხმა just და ეხლა იქნება unboxing-ი ამის გარდა საკანცელარიოს, რაც არის რა ვიყიდე. საკანცელარიო. ხალხმა სულ გამოვიდა 62 ლარი. ნუ გეშინიათ ნაუნეში არ გვიყიდა. just პარკი ძალიან პატარები იყო და ერთად ჩავდეთ. ესე იგი, სანამ მაღაზიაზე გადავიდოდეთ, ასევე ვიყავი რაღაცა პატარა მაღაზიაში, ერთ ვიყავი PSP-ში, რომელშიც ვიყიდა ესეთი Essence-ის ძალიან ლამაზი lip gloss-ი და ეხლა წავს მანდა გაჩვენ. მისვია, მაგრამ წამშორდა, ამიტომაც კიდევ ერთხელ გაჩვენებთ. просто უყურეთ რა ლამაზია. ანუ ძალიან მომწონს. ეს ღირდა 7 და 25, მაგრამ აქცია იყო თუ რაღაცა და 5 და 80 ღირდა. აი ეს კაპები, ეს ღირდა 3 და 20. ესეთი ლამაზი კაპები. ანუ ძალიან საყვარელია. კი არის პატარა და არ ვიცი ჩემთვის როგორ დაიჭერს, მაგრამ ისეთი ლამაზი ფერი არის, რომ ყველა თითქმის ანუ
თითქმის კი არა და ყველა საშემოდგომო. ყავისფერი რო საშემოდგომო, ნუ გასაგებია. თეთრი, ყავისფერთან ერთად ძალიან ლამაზი იქნება, იასავნისფერი, წითელი და ყვითელი. ანუ ძალიან ლამაზები ძალიან. და გადავიდეთ ახლა ამაზე. მოკლედ, მოდით თავდახუჭული ამოვიღებ და ნახავ ხოლმე მე რა მოვიდა. მოდი პირველი იყოს ეს ცალკე პორტია. Ide ძალიან პარკი აქედან ამოვიღებ და მე გადავალ ბიძზე. ეს სტიკერი. ესეთი სტიკერები ვიყიდე, ეს ვიყიდე მინისოში, ესეთი საყვარელი სტიკერები. ნუ ეგ რა თქმა უნდა სკოლისთვის არ ვიყიდე 5 ლარი. მაგრამ ხო. კიდევ ერთი, რომელიც უკვე მაგ მაღაზიაში ვიყიდე, 2 ცალი უფრო სწორად, აი ეს დათვნების, ესეთი მწვანე და ეს ვარდისფერი, ესენი რამდენი ღირდა არ ვიცი. მაგრამ ხო, მოკლედ არც ერთის ფასი ცალ-ცალკე თურმე არ ვიცი ერთად რამდენიც გადავიხარე. შემდეგ ვიყიდე ესეთი ბლოკნოტი, რომ ჩავწერო ჩემი დავალებები და რაღაცები, მოკლედ საჭირო რაღაცები რა სკოლისთვის. და ანუ აქ ჩავწერ დავალებებს და ცხრილს. შემდეგ ვიყიდე გუაში, ყურეთ, რამდენი ფერია. თან სტიკერების მოყვება, ვაიმე რა საყვარელია. და ბოლო ამ პარკში რაც დევს არის ესეთი ფლომასტერები. ფლომასტერებიც მჭირდებოდა, რადგან ჩემი ფლომასტერები რა ქვია, ყველა გახმა. 12 ფერია სულ. მოკლედ თუ რამე ეს მაღაზია არის სამასარაგველებზე, საკანცელარიოს დიდი მაღაზია. ზუსტად არ ვიცი სად. იმიტომ რომ დეიდა ჩემმა წამიყვანა, მაგრამ ხო, ძალიან კაი მაღაზიაა და ბევრი რამე იყიდება, ესე იგი მოდით ნადით ვნახოთ. ძალიან კარგად წეს, ძალიან გმაყოფილი ვარ, უყურეთ პროსტა. ეს თუ რამე თეთრია, პროსტა შუქზე არჩევს. აი. ძალიან ლამაზი ფერებია, ძალიან მკვეთრი ფერებია და ზუსტად ისეთია, როგორც მე მინდოდა მომწონს. და გადავიდე დიდ პარკზე, ეს თქვენ გიყურებთ, დაბლა არ გიყურებთ და პირველი ისო პარკში. ამ დიდ პარკში აბარებს, ამ დიდ პარკში მარტო ერთი ნივთი დევს ხალხმა. ერთი ნივთი არა. ესეთი ისინი ფუნჯები, იმიტომ რომ ბევრი ხანია უკვე ხარ ფუნჯები არ მქონია და მჭირდებოდა, იმიტომ რომ ყველაფერი დაძველებული ფუნჯები მაქვს ყველა. და წიგნების გადასაკრავ, რომლის ყიდვაც მე არ მინდოდა, დედამ თქვა იყიდევ საჭიროა და ხო. გადავიდეთ ამ პარკზე. არ ვუყურებ და პირველი რაც ამოვიღეთ ეს ხალხნო პროსტა. ეგეთივე შეკორა მქონდა, აი ზუსტად იგივე იმეებით, ფლომასტერებით. და ჩემები ამოშრა. მაგის მე ესეთი კარგი ფლომასტერები წიგნისთვის არ მიპოვია, რაც კი ვიპოვე მეორე მხარეს გადადის, ამიტომაც ძალიან ფრთხილად ვუსმენდი, რომ არ გადასულიყო და ასე შემდეგ და როგორც იქნა ეს შესაძლებელი გახდა და მე ვიყიდე ეს. წარმოდგენა არ გაქვთ როგორ გამიხარდა, როცა დავინახე. ანუ წარმოდგენა არ გაქვთ. უყურე, ანუ ამ ბრენდის იმას თუ დაინახავთ, საუკეთესოა, იმიტომ რომ მეორე გვერდზე არ გადადის და აი თქვენ არიცით რა კაია. ეს არის თიხა 2 ცალი. ერთი ცალი ესეთი, ერთი ცალი ესეთი. არ ვიცი რომელი იქნებოდა კარგი, ამიტომაც ორივე ავიღე. ორმაგის კოჩი რაც მე მჭირდება. 2 ცალი პასტა, ერთი უბრალოდ ჩვეულებრივი ლუჯი პასტა ვიღო, ხო ლუჯია. უიშავი ყოფილა, რაც მინდოდა. და ერთი არის ესეთი შავი, უკვე წვრილიანი, ეს უფრო ხატვისთვის. შემდეგ ყველაზე საჭირო ნივთი სკოლაში. და 2 ცალი თეთრი გუაში, იმიტომ რომ თეთრი ყველაზე სწრაფად თავდება და სულ საჭირო მოკლედ თეთრი, ამიტომაც აგე 2 ცალი თეთრი ვიყიდე და ძალიან მიხარია. სულ ესა, ხო? ამაში გამოვიდე 32 ლარი. Back to school shopping დამთავრდა. ხვალ უკვე სკოლა და მომიწევს back to school-ის გადაღება. მომკალი და იდეა მოგეწონათ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ და ლაიქეთ ეს ვიდეო და დაელოდეთ back to schools. აბა ნახვამდის.